აგროჰაბი მეტია ვიდრე სუპერმარკეტი. ეს არის კვების პროდუქტების გარშემო შექმნილი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საკუთარ წარმოებას, პროდუქტების უმაღლეს ხარისხს და სრულფასოვან სამოხმარებლო გამოცდილებას. არის ადგილი, სადაც ადამიანები ქმნიან ყოველდღიურობას ერთმანეთისთვის და იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც აგროჰაბის ყველა ფილიალის კარი 24/7-ზე იღება. განსხვავებულ და უნიკალურ სერვისს თავაზობს თავის მომხმარებელს. აგროჰაბის ღვინოს ასე დავახასიათებდი, ცოცხალი, გამორჩეული, ნატურალური. ჩვენთან მოდიან, იძენენ ამ პროდუქციას და მიაქვთ თავად ოჯახებში. სასარგებლოა, ჯანსაღია და უნებელია. ქართული, ნამდვილი, ტრადიციული, ასევე ახალი ინოვაციებით დატვირთული პროდუქცია არის. აგროჰაბის შექმნის იდეა გამიჩნდა 2010 წელს. პირველი რაღაც მოთელული სამუშაოები ჩავატარეთ, მაგრამ რეალურად 2015 წელს დავიწყეთ მისი განხორციელება. სულ ვიზახეთ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება მისულიყვნენ ერთ სივრცეში, ეყიდათ ჯანსაღი პროდუქტი, არა მარტო გლეხის ან ფერმერული წარმოების, არამედ ის ხორცპროდუქტები, ძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და ასე შემდეგ, რომელიც ყოველდღიური მოხმარების განაცხადს წარმოადგენს. პირველი აგროჰაბი გაიხსნა 2016 წლის 26 დეკემბერს ელოვის ფილიალში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და სრულად აი ამ ტერიტორიაზე განთავსებული დაახლოებით 1000 კვადრატმეტრამდე ფართობში მთელი ჩვენი წარმოებები. დღეს რა თქმა უნდა ეს ციფრი მარტო ცენტრალიზებული წარმოება არის 5 რბილი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყავდა მოწვეული რამოდენიმე ევროპელი უცხოელი სპეციალისტები პროცესების სწორად მართვისთვის, კონსულტანტები ასე ვთქვათ. და ყველა აღნიშნავდა, რომ ესეთი ინტეგრირებული კომპანია რიტეილ სექტორში, სავაჭრო სექტორში პირველად ნახეს, იმიტომ რომ არის alkohol კომპანიები, რომლებიც მხოლოდ სხვის პროდუქციას ხდიან ან ფრანჩაიზით ხდიან რაღაცას. ჩვენ ფაქტიურად ძირითადად ჩვენ პროდუქციას ჩვენ ვაწარმოებთ. ჩვენ როცა ვიზრდებით და ფართოვდებით, ამას მოყვება მთელი ინდუსტრია. ეს არის წარმოებების გაფართოება, ეს არის ფერმერული მეურნეობების გაფართოება, რომელიც ჩვენ გამგვაჩნია. მდინარე წელს მაგალითად 3 ობიექტი გაიხსნა. მაგრამ ამას 3 წლის შრომა დაჭირდა, რომ მზადებულიყავით ამისთვის. შე წარმოებები გავაფართოვეთ, შემდგომ გავსხოდით. აგროჰაბმა უდიდესი როლი ითამაშა ფერმერების და გლეხების განვითარებაში, დაახლოებით 200 მილიონის პროდუქციას ყიდით წელიწადში ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან შეძენილი, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს დახლებზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს წარმოებაში თლიანად დაახლოებით 3000 პროდუქცია იწარმოება ჩვენს მიერ, რომელსაც ჩვენი რეალიზაციის დაახლოებით 70% გავიდა. უკვე გვაქვს რამოდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებები, ვიყავით კიდევაც, გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ფრანჩაიზინგის სახით გაიხსნას საქართველოს გარეთ აგროჰაბი. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოხმარებას შევთავაზო როგორც სივრცე, როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი და ამაში კომპანია საკმაოდ დიდი ინვესტიციას ახორციელებს. ამის ნათელი მაგალითი არის სანაპიროს აგროჰაბი, რომელმაც თავისი მნიშვნელობით ამერიკაში გამართულ კონკურსზე პირველი ადგილი მიიღო. და სულ მალე გაიხსნება კიდევ ქუთაისის ფილიალი და დაწყვეტილია, რომ არანაკლებ საინტერესო შენობა გამოვა და იქნება როგორც სავიზიტო ბარათი ქუთაისელების, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობა საქართველოში. ჩვენ არა მარტო ხარისხიან პროდუქტს დავაზობთ ჩვენს მოხმარებელს, არამედ სერვისსაც. პირველები ვიყავით საქართველოში 9 წელს როცა გავიხსენეთ ელექტრონული ფასმაჩვენებლები, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. ეს არის მოხმარებლის დაცვა და მოხმარებლის ზრუნვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მარტო მხოლოდ რეალიზაციის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის მოხმარებლის მატება, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში აღენიშნება. შაშან ჩვენ გვყავდა 5 მილიონზე მეტი მოხმარებელი და ვიზიტორი წელს დაახლოებით ეს ციფრი 40%-ით გაიზრდება და 7 მილიონს მიაღწევს. ეს რა თქმა უნდა არ არის ეთიკეთის დამსახურება, ეს არის მიგუნდის დამსახურება, რომელთან ერთად დავიწყე აგროჰაბის შექმნა. თავიდან ვიყავით 15 ადამიანი გუნდი, რომელიც შევკრიბდა მიმართულების მიხედვით დავიწყეთ მუშაობა. დღეს უკვე 3000 თანამშრომელი ყავს აგროჰაბში და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა აგროჰაბის წარმატებაში ითამაშა ჩვენმა მოხმარებელმა, ჩვენმა ეთქუმა მოხმარებელმა და იყო რა თქმა უნდა აფსხარ წლის განმავლობაში გარკვეულ ობიექტებზე გარკვეული შენიშვნები მოხმარებისგან, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ღებულობდით და მივიღებთ ჩასაღად, რომელიც გვაძლევს
სწრაფად რეაგირების საშუალებას და ერთად ვიზდებით და ერთად ვაფართოვებთ ამას. სტუდენტობის დროს, როდესაც ობის პროდუქტების ექსპერტიზას გავდიოდით, ვაწყდებოდით ფალსიფიცირებულ პროდუქციას. სწორედ სტუდენტისთვის ეს გახდა ძირითადი მიზანი, რომ მემუშავა ისეთ კომპანიაში, სადაც ასეთ პროდუქციას, რა თქმა უნდა, არ წავაწყდებოდით. ყველი და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომელიც სახლის პირობებში მზადდება, ხშირ შემთხვევაში საფრთხის შემცველია. რადგანაც გრეხს არ ეძლევა საშუალება, რომ მოახდინოს რძის კონტროლი, გამოიყენოს ტექნოლოგია და მიიღოს თითქმის უსაფრთხო პროდუქტი. სწორედ ამ დროს წარმოებაში ერთვება ტექნოლოგია, ერთვება მანქანა-დანადგარები, რომელიც საშუალებას გვაძლევს უსაფრთხო და უნებელი პროდუქციის წარმოების. კომპანიამ თავიდანვე დაიწყო სურსათის უნებლობის სტანდარტის დანერგვა და პირველივე დღიდან დანერგილია სწორედ ISO 22000. სწორედ ამ სტანდარტით გვეძლევა საშუალება, რომ მთლიანი ჯაჭვი ნედლეულის მოწოდებიდან მომხმარებლამდე იქნას შესწავლილი, წინასწარ იქნას გაწერილი საფრთხეები და ესე მიეწოდოს უნებელი პროდუქცია ჩვენს მომხმარებელს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როდესაც ძის პროდუქტების წარმოებას გეგმავდით, ძირითადი მიზანი იყო არა შეგროვებული რძე, არამედ ფერმერული წარმოშობის ძის გამოყენება, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რომ ქონოდა მუდმივად მაღალხარისხიანი და ერთი და იგივე ქიმიური მონაცემების მქონე რძე. ყოველდღიურად ჩვენს რძის წარმოებაში დაახლოებით 27-დან 30 ტონამდე რძის გადამუშავება ხდება. აგროხაბი ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ნაყინსაც კი ნედლი რძისგან ამზადებს და არა მშრალი რძისგან. გარდა იმისა, რომ ჩვენ ზრუნავდით ჯანსაღ პროდუქციის წარმოებაზე, ასევე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, თუ რა სახის პროდუქცია შეიძლებოდა გვეწარმოებინა. მაგალითისთვის საბავშვო ბიფიდო მაწონი, რომელიც ჩვენ ძალიან მალევე ვაწარმოეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და ამაღელვებელიც ამავდროულად, რადგანაც ეს პროდუქცია ბავშვების ყვების რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი ჯანმრთელობისთვის. დღესდღეობით ქვეყანაში ლაქტოზის შეუთვისებლობა ძალიან ბევრს აწუხებს და სწორედ ამიტომ მომხმარებელს მივაწოდეთ ლაქტოზისგან თავისუფალი პროდუქცია. ჩვენი ხმამაღალი ხმა კი არის ნამდვილად ჩვენი ხელნაკეთი ყველის წარმოება, სადაც 60-მდე სახეობა ყველი შეიქმნა. ყველი დავაკავშირეთ ღვინოს, რომელიც საფერაში დავავარგეთ, ქაწითელში, ყურძენში, სხვადასხვა სუნელებში. სწორედ ამ გემოვნურმა თვისებებმა განაპირობა მათი პოპულარიზაცია. ჩვენ დავამტკიცეთ ის, რომ ცუდი რეპუტაციის პროდუქტიც კი, მაგალითად როგორიც არის სოსისები და ხორცს პროდუქტები, ძეხვები და სწორედ მაღალი ტექნოლოგიის საფუძველზე და თანამედროვე ტექნოლოგიით შევძელით ის, რომ გამოგვეყენებინა მხოლოდ ნატურალური ნედლი ხორცი. სწორედ ამიტომაც ჩვენი ხორცის პროდუქტები იქნა ჩვენი ბავშვების საყვარელ პროდუქტად. კომპანია აგროჰაბის ფერმები წარმოდგენილია ორი ძირითადი მიმართულებით. ესენი არის მესაქონლეობა და მეფრინველეობა. ყოველდღიურად აგროჰაბის ქსელში ხდება აღნიშნული ფერმებიდან ნედლი ხორცის მიწოდება. მეფრინველეობის ფერმაში წარმოდგენილია როგორც ქართული, ასევე ფრანგული ჯიშის ფრინველი და მათი გამოყვება ხდება ძირითადად სიმინდით, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხობრივ მაჩვენებლებს. აქვე მოგახსენებთ, რომ მეფრინველეობის ფერმაში ყავს დღის მდგომარეობით 110,000 ერთეული მეხორცული ტიპის ფრინველი და ამასთანავე 55,000 კვერცხის მდებელი ფრინველი. კომპანია აგროჰაბი არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, ვინც გარისკა და იმპორტირებული გაყინული ანგუსის ხორცის ნაცვლად მოახდინა შესაბამისი მიზნით ფერმის დაფუძნებით, სადაც შეირჩა მაღალი გემოვნური თვისებების მქონე შავი ანგუსის ჯიშის საქონელი. აგროჰაბის წარმოებაში შეიქმნა სპეციალური კამერა მაცივრები, სადაც ხდება სმელი მეთოდით ხორცის დავარგება. კამერებში განთავსებულია ჰიმალაის მარილის ვარდისფერი კედლები, სადაც ხორციელდება, ასე ვთქვათ, ამ სველი მეთოდით დავარგება ხორცის. აქვე მინდა დავამატო, 2020 წლიდან კომპანიაში შეიქმნა სასათბურე მეურნეობა, საიდანაც ხორციელდება ახალი პროდუქტის მიწოდება აგროჰაბის ქსელის მეშვეობით ქართული ოჯახების. რადგან ჩვენი მარანი მდებარეობს კახეთში, ჩვენი ღვინოების უმეტესობაც კახურია.
აგროჰაბის ღვინოები მზადდება როგორც ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებით, ასევე კლასიკური ევროპული ტექნოლოგიებით. აგროჰაბის მარანში წარმოდგენილია არა მარტო ის იშვიათი ჯიშები, როგორც არის ხვანჭკარა და უსახელოური, არამედ ის ღვინოები, რომელსაც მოიხმარენ ყოველდღიურად, მაგალითად, ქაწითელი, საფერავი, კინძმარაული და ასე შემდეგ. ჩვენი ღვინო არსებითად ცოცხალია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუმუშავებელია, მასში არ ერევა არც კონსერვანტები, არც ქიმიკატები, არავითარი გამწებავი საშუალებები და შესაბამისად ღვინო დიდი ხანი არ ინახება, შესაძლებელია მცირე ლექი, მაგრამ არომატი ბევრად უკეთესია დამუშავებულ ღვინოებთან შედარებით. ამისთვის, რომ არ გამოვიყენოთ ქიმიკატები, ვიყენებთ ტემპერატურულ რეჟიმებს. აგროჰაბის ნახევრადტკბილი ღვინოები ჩვენთან ინახება მინუს ტემპერატურაზე, -2-დან -4 გრადუსამდე. მშრალი ღვინოები კი 0-დან +5 გრადუსამდე ინახება. აგროჰაბის ფილიალებში შეხვდებით მარნის სივრცეს, სადაც ასეთ ცისტერნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცოცხალი ახალი ღვინო. გახსნის დღიდან აგროჰაბის ღვინომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ღვინის ბაზარზე. ყავს ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი და ამას ის სადასტურებს, რომ გასულ წელს დაახლოებით 500 ტონამდე ღვინო გაიყიდა. ჩვენი გამოშვებული მურაბები, ჯემები, საწებლები, ისეთი მთლიანი კოლექტივის მონდომებით ისეა დამზადებული, რომ ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ ნატურალური და სუფთა პროდუქტი. ოჯახში დამზადებული პროდუქცია მაინც მithumetes ბოსნეული, ცოტა საფრთხილოა. ჩვენ ვამზადებთ 54 დასახელების პროდუქციას, ჩვენ მკაცრ რეგულაციებს ვაწარმოებთ, ტექნოლოგიურ პროცესებს მაქსიმალურად ვიცავთ და უნებელს ვხდით ყველასთვის მოხმარებისათვის. ჩვენ უარი ვთქვით კონსერვანტებზე, ქიმიურ დანამატებზე, საღებავებზე, გემოს გამაძლიერებებზე, იმიტომ რომ თვითონ ბუნება არის ჩვენთან ისეთი ქართული, რომ თუ სუფთად ფერმერმაც იმუშავა, იქ მოყვანილი ნედლეულს მე მგონი მსოფლიოში ბადალი არ ყავს. ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც იასახლისები თიშვებენ თავიანთ სამზარეულოში. აგროჰაბის მზაკერძები იქნება უკომპრომისოდ მაღალი ხარისხით ნედლეულით. ამ კერძებს ქმნიან ჩვენი გამოცდილი შეფები, ტრადიციული რეცეპტებისა და ტექნოლოგიების შერწყმით. ყოველდღიურად იწარმოება 25-30 ტონა პროდუქცია. ეს მასშტაბი კიდევ უფრო გვაძლევს мотивაციას, რომ ეს არის მოთხოვნა ბაზრის. ჩვენი მზაპროდუქცია, რა თქმა უნდა, იქნება ძირითადად აგროჰაბისშვე წარმოებული ნედლეულით, რომელიც ჩვენს პროდუქციას კიდევ და კიდევ უფრო კარგ გემოს ანიჭებს. აგროჰაბის ძირითად საწარმოში გარდა მზაკერძებისა, ქართული ტრადიციული მზაკერძებისა იქნება ასევე სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოს შედევრები, ასე ვთქვათ, ეს არის კრუასანი, ეს არის იაპონური სუში, ეს არის იტალიური პიცა. იმისთვის, რომ აგროჰაბის წარმოების ნედლეული იყოს მაღალი ხარისხის, ჩვენი შეფები მუდმივად გადიან ტრენინგებს საზღვარგარეთ. აგროჰაბში ასორტიმენტის შერჩევისა და პოლიტიკასთან მიმართებაში ძალიან მკაცრი ჩარჩოები გვაქვს. რაც გულისხმობს ხარისხთან მიმართებაში უკომპრომისო მიდგომას. ჩვენი შერჩევის კრიტერიუმები ძალიან ბევრი საფეხურისგან შედგება. წარმოება ფერმა თუ სხვა დაწესებულება, სადაც ჩვენი მომწოდებლების პროდუქტი იწარმოება, ვცდილობთ, რომ ადგილზე შევამოწმოთ წარმოების სტრუქტურა, პროცესები, შემდგომ პროდუქტი გადის დეგუსტაციას და ასევე შერჩევის სხვა კრიტერიუმებს, რითაც წმუნდებით, რომ ეს პროდუქტი შესაფერისია ჩვენი მომხმარებლის სურვილებთან და მოლოდინებთან. აგროჰაბი იქცა სივრცედ, სადაც გარდა ქართული გემოებისა, მსოფლიო გემოებიც უკვე ძალიან ჩვეულ პრაქტიკად იქცა. ჩვენთან წარმოდგენილია ისეთი ექსკლუზიური ბრენდები, როგორიც არის რუმო, მულინო ბიანკო, მუცი, კავალიერ ბოსკი, პარმა რეჯიო, ბურო დე პაული, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიო რიტეილის, არამედ გასტრონომიის ლიდერებადაც იქცა. ჩვენთან დაახლოებით 1500 ექსკლუზიური დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.
დაარსებიდანვე კომპანიაში მიღებული იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, უკომპრომისო გადაწყვეტილებები ხარისხთან მიმართებაში, რაც გულისხმობს მთელ რიგ პროექტებს, რომელიც პირველ რიგში ხარისხს აყენებს. მაგალითისთვის ჩვენი ზღვის პროდუქტები, როგორიც არის ორაბული, როგორიც არის თევზის სხვადასხვა სახეობა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყოფს ფრეში გაუყინავის სახით, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტით. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც ჩვენს ქსელში შემოიტანა ბიოორგანული პროდუქტები. ჩვენ ვიცოდით, რომ მაშინ ეს ერთგვარი კომერციული თვალსაზრისით შეიძლება მომგებიანი პროექტი არ ყოფილიყო, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ეს უკვე ძალიან დამკვიდრებული ტრენდი იყო და დღეს უკვე ჩვენ ყავს ძალიან ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი, ვისაც ბიო და ორგანული პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ისეთი ნიშნული მიმართულება, როგორიც არის ულაქტოზო, როგორიც არის უგლუტენო. აგროჰაბში ხარისხი მხოლოდ დაპირება და მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის ყოველდღიური ძალიან დიდი შრომა თითოეული ჩვენგანის. ყოველდღიური გადაწყვეტილება მომხმარებელზე ორიენტირებული, ხშირად უარის თქმაც მთელ რიგ შემოთავაზებებზე და კიდევ ერთხელ გამომეორდები უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი გუნდის თითოეული რგოლი იზიარებს. აგროჰაბის ისტორია ერთ იდეად დაიწყო. იდეად, სადაც ქართული პროდუქტი, ხარისხი და ადამიანური ურთიერთობები ერთ სივრცეში უნდა გაერთიანებულიყო და დღეს ეს იდეა უკვე 3000-ზე მეტი თანამშრომლისთვის იქცა მოტივაციად. აგროჰაბის ერთ-ერთი მთავარი ძალა და ღირებულება ახალგაზრდები არიან, რომლებიც სწავლობენ, იზრდებიან და ქმნიან საკუთარ მომავალს. 2022 წლიდან დღემდე ჩვენ სტუდენტების დაფინანსებაში $1 მილიონ-მდე ინვესტიცია განვახორციელეთ და ეს ინვესტიცია პირდაპირ ნიშნავს 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის შანსს, რომ ისწავლონ, გაიზარდონ, იმუშაონ იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც მათ ნდობას აძლევს. აგროჰაბში აბსოლუტურად ყველა შეუძლია გაიაროს ტრენინგები, განავითარონ თავიანთი უნარები მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქვთ მათ ინტერესი, რადგან არ არსებობს დარგი და პროფესია, რასაც ვერ იპოვეთ აგროჰაბში. აგრარული მეურნეობა, ადამიანური რესურსები, მარკეტინგი, წარმოება, უსაფრთხოების მიმართულება, საოპერაციო მიმართულება, ფინანსები, ლოჯისტიკა და მიწოდების ჯაჭვი არ მინდა რამე გამოვჩეს. ერთი სიტყვით, აგროჰაბი არის ადგილი, სადაც მუშაობ და ვითარდები კომპანიასთან ერთად. და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენთვის ეს შიდა პროფესიული მობილობა, რასაც ჩვენ კარიერულ წინსვლას ვეძახით, უკვე ყოველდღიური პრაქტიკაა და უკვე 2025 წელს მარტო 4000-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო თავისი სასურველი პოზიცია, ისინი დაწინაურდნენ თავისი შრომით და მონდომებით. გულწრფელად გეტყვით, რომ მე აგროჰაბის ყველა სიახლე მიხარია, განსაკუთრებით თუ ეს თბილისს ცდება, რადგან ყველა ახალი ფილიალი და ყველა ახალი წამოწყება რეგიონში ნიშნავს ახალ სიცოცხლეს, ადგილობრივების დასაქმებას, ეკონომიკურ სტიმულს და აგროჰაბში ყველა თავის ისტორიას თავად წერს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი აგროჰაბი.